მოგესალმებით, ჩვენი დღევანდელი ლექციის თემა არის ბერძნული არქაიკის ხელოვნება, რომელიც მოიცავს ძველი წელთა აღრიცხვის მე-7-მე-6 საუკუნეებს. ტერმინი არქაიკა მომდინარეობს ბერძნული სიტყვა არხაიკოსიდან, რაც ნიშნავს ძველს. ეს ტერმინი იხმარება ძველი ბერძნული ხელოვნების განვითარების ადრეული ეტაპის აღსანიშნად. ბერძნული არქაიკა ძალზე მნიშვნელოვანი პერიოდია არა მხოლოდ ბერძნული კულტურისა და ხელოვნების ჩამოყალიბებისათვის, არამედ ზოგადად ბერძნული ცივილიზაციისა და უფრო ზოგადად დასავლური ცივილიზაციის ჩამოყალიბებისათვის. ალბათ საკმარისია ითქვას, რომ სწორედ ამ ხანაში შეიქმნა ბერძნული ამბანი, განვითარდა ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრები, პოეზია, დრამატურგია, ჩამოყალიბდა თეატრი, იმავდროულად ჩაისახა ბერძნული ფილოსოფია. სწორედ ამ პერიოდში იწყება ბერძნული კოლონიზაცია, რომელიც საკმაოდ დიდ გეოგრაფიულ არეალს მოიცავს. დაწყებული სამხრეთ-დასავლეთი ევროპიდან, ესპანეთიდან, დამთავრებული შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპიროთი. საგულისხმოა, რომ სწორედ ამ პერიოდში იქმნება, ყალიბდება და ვითარდება ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები, პოლისები. ბერძნული მონათმობელური დემოკრატიის ძალიან თვითმყოფადი ერთეული. ბერძნული პოლისები შედგებოდა დემოსისგან, თავისუფალი მოქალაქეებისგან, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ როგორც ქალაქ-სახელმწიფოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო საკითხების გადაწყვეტაში, ასევე მის კულტურული სახის ჩამოყალიბებაში. უნდა ითქვას, რომ როდესაც ლაპარაკია არქაულ ხანაზე, უნდა გავითვალისწინოთ ის წინარე პერიოდები, რომლებსაც ეფუძნება ამ ხანის მიღწევები კულტურასა და ხელოვნებაში. უნდა ითქვას, რომ ბერძნული არქიტექტურა, ბერძნული ხელოვნება არაჩვეულებრივ ჩამოყალიბებულ, განვითარებულ სახეს იღებს ძალიან მოკლე ქრონოლოგიურ შუალედში. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, განვითარების ისტორია იწყება გაცილებით უფრო ადრე და სწორედ ამ არქაულ პერიოდში იღებს ჩამოყალიბებულ სახეს. ლაპარაკს ბერძნულ ხელოვნებაზე, არქაიკის ხანის ბერძნულ კულტურაზე, მხატვრულ შემოქმედებაზე დავიწყებთ სატაძრო ხუროთმოძღვრებით, რადგანაც სწორედ რელიგიური დანიშნულების საკულტო ნაგებობებია ის ძირითადი მასალა, რამაც მოაღწია ჩვენამდე. ქვის ხუროთმოძღვრება განსაკუთრებით ფართოდ სწორედ მე-7 საუკუნიდან ვრცელდება, მანამდე ძირითადად ხის მასალა გამოიყენებოდა და თითქმის არაფერი არ შემოგჩა, მხოლოდ აღწერებისა და წერილობითი წყაროებით შეგვიძლია გარკვეულწილად აღვადგინოთ ხის არქიტექტურის სახე, თუ როგორ გამოიყურებოდა ბერძნული ხის არქიტექტურა. მოდით ახლა გადავიდეთ კონკრეტულ ნაგებობებზე და შევხედოთ თუ როგორ გამოიყურება ბერძნული კლასიკური ტაძარი. ეს გახთ ბერძნული, ეგრეთ წოდებული პერიპტერული, დორიული ტაძრის მოდელი. რეკონსტრუქცია გახლავთ კუნძულ ეგინაზე მდებარე ათინა აფაიასადმი მიძღვნილი ტაძრისა. ყველაზე უფრო თვალსაჩინო მახასიათებელი ბერძნული არქიტექტურისა ალბათ არის სვეტების ფართო გამოყენება, თავისუფლად მდგარი, ცილინდრული ფორმის კონსტრუქცია, რომელიც არის მთავარი საყრდენი გადახურვისა. საერთოდ არქიტექტურა შეიძლება დაიყოს ორ ძირითად კომპონენტამდე. ერთი გახლავთ მზიდი ნაწილი შენობისა, ამ შემთხვევაში სვეტებია, თუმცა ნახეთ სიღრმეში ჩანს კედელი, შეიძლება იყოს ეს კედელი, ბოძები, სვეტები, რომელსაც ეყრდნობა მზიდი ნაწილი, ანუ გადახურვა. ეს შეიძლება იყოს სართულებს შორისი გადახურვა, მაგრამ მოგეხსენებათ, ბერძნული ტაძარი არ არის მრავალსართულიანი და ამიტომ საკუთრივ გადახურვა, ანუ საზიდი ნაწილი.
თუ გადავავლებთ თვალს წინარე ეპოქას და გავიხსენებთ ეგვიპტურ და შუამდინარო ხუროთმოძღვრებას, დავინახავთ, რომ ამ კულტურებს ახასიათებს ჰორიზონტალური გაშლა ნაგებობისა. იქნება ეს სატაძრო ხუროთმოძღვრება, იქნება ეს სასახლეების არქიტექტურა, მაშინ როდესაც საბერძნეთში სწორედ აი ამ სვეტების ფართო გამოყენების წყალობით ჩდება ახალი კოორდინატი, ხდება ახალი ვერტიკალური ვექტორი ჩნდება. ხის ხუროთმოძღვრებაზე მოგახსენებდით და თქვით, რომ ხის ტაძრები არ შემოგჩა დღევანდელ დღემდე, მაგრამ როგორც მკვლევარებმა დაადგინეს, ხის ტაძრების ელემენტები, სტრუქტურული ელემენტები გადმოსულია ქვის არქიტექტურაში და ძალიან ხშირად ქვის არქიტექტურაში იღებს დეკორატიულ ხასიათს, დეკორატიული სამშვენისის სახეს იღებს, რადგანაც დაკარგული აქვს ფუნქციური კონსტრუქციული მნიშვნელობა. მხედველობაში მაქვს აი ეს ნაწილები, რომლებსაც ტრიგლიფები ეწოდება და ალბათ დამეთანხმებით, რომ ხის მოჭრილი ძელი, რომელსაც აქვს წლიური რგოლები, მისი სტილიზებული ასახვა ქვაში. და თვით სვეტებიც ხის ბოძებს მოგვაგონებს. საინტერესოა, რომ სვეტები თავისთავად ეს კონსტრუქციული მნიშვნელოვანი ელემენტი არის არა გლუვი, ერთიანი სიბრტყე, არა ცილინდრი, არამედ ხედავთ არის დაღარული და საერთოდ სვეტები თავისი სტრუქტურით გარკვეულწილად შეიძლება ადამიანის ფიგურაც მოგვაგონოს ანტიკურ ტოგაში, ანტიკურ ტოგის ნაკეცები თითქოს იყო შთამაგონებელი აი ამ ჩანაჭდევებისა, კანელურები ეწოდება ამ ჩანაჭდევებს, ამ ღარებს და ოდნავ მოგვიანებით უფრო დეტალურად შევჩერდებით აი ამ სვეტების თავისებურებაზე და მათ შემადგენელ ცალკეულ კომპონენტებზე. მოდით დავიწყოთ თანმიმდევრულად ბერძნული სატაძრო ხუროთმოძღვრების განხილვა და ორიოდე სიტყვა მინდა მასალაზე ვთქვა, მოგეხსენებათ საბერძნეთი ძალიან მდიდარია მარმარილოთი და უმეტესწილად ბერძნულ სატაძრო ხუროთმოძღვრებაში სწორედ მარმარილო გამოიყენებოდა. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ბერძნული ტაძარი გეომეტრიულ ფორმებამდეა დაყვანილი, ხედავთ რომ არის მართკუთხედი, რომელსაც აქვს ორფერდა გადახურვა და ძირითადად ძალიან მკაფიო სტრუქტურა აქვს, არაჩვეულებრივად თანაზომიერია, როგორი დიდიც არ უნდა იყოს ბერძნული ტაძარი, მაინც ისეთი დამთრგუნველი, გრანდიოზული, ზეადამიანური მასშტაბის არ არის, როგორიც იყო განსხვავებით ეგვიპტური არქიტექტურისაგან. ამას ახსნა მოეპოვება ბერძნული სამყაროს ბერძნული ცივილიზაციის სპეციფიურ ხასიათით უნდა აიხსნას, თუ ეგვიპტეში მაგალითად ფარაონის განუზომელი შეუზღუდავი ძალაუფლების არეკლა იყო სატაძრო ხუროთმოძღვრება, ბერძნული არქიტექტურა თავისი თანაზომიერებით, თავისი ჰუმანიზმით დღესაც გვანცვიფრებს. ეს ჰუმანიზმი ეხება არა მხოლოდ პროპორციებს, არა მხოლოდ მასშტაბებს, არამედ აი თვითონ სტრუქტურული თავისებურება, თუ შეიძლება ითქვას, აი გარკვეულად ჰუმანიზირებულია. და ამაზე ოდნავ მოგვიანებით მოგახსენებთ. ანუ ადამიანი არის ყველაფრის საზომი, ადამიანის პროპორციები, ადამიანის სიქველე, მისი თვისებები, ფიზიკური, მენტალური, მორალური არის წინ წამოწეული მთელ ანტიკურ ცივილიზაციაში, მთელ ანტიკურ კულტურას სწორედ ეს ჰუმანიზმი მსჭვალავს არაჩვეულებრივი ინტენსივობით. როგორც ვხედავთ, ბერძნული ტაძარი არ არის მხოლოდ შიშველი კონსტრუქცია და ძალიან ზომიერად არის შემკული ხელოვნების სხვა დარგის ქმნილებებით. ხედავთ აი ამ ნაწილზე, ამ სამკუთხა ნაწილზე, რომელიც შექმნილია ორფერდა გადახურვით, არის მრავალრიცხოვანი ფიგურები გამოსახული, როგორც წესი, ტაძრები შემკული იყო ღმერთების, მითოლოგიური გმირების
საგმირო საქმეების გამომსახველი კომპოზიციებით. არქიტექტურაზე, არქიტექტურულ ნაგებობებზე ლაპარაკი მოდით დავიწყოთ გეგმით, საფუძვლით, შემდეგ გადავიდეთ ვერტიკალურ ნაწილებზე, ანუ იმგვარი თანმიმდევრობით, როგორი თანმიმდევრობითაც იგება შენობა. სანამ გადავიდოდეთ საკუთრივ გეგმაზე, მინდა შეგახსენოთ, რომ ესეთი უწყვეტი მუქი ხაზით აღნიშნულია კედელი, ყრუ კედლები, ხედავთ ეს წყვეტილი ღიობი შესასვლელს გულისხმობს მოგეხსენებათ, ეს მკრთალი ხაზით აღნიშნული არის ცოკოლი, როგორც წესი ბერძნული ტაძრები რამდენიმე საფეხურით ამაღლდებოდა ნიადაგისგან, ამასაც თავისი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ სწორედ მიწიერი სამყაროდან, მიწიერი რეალობიდან ოდნავ შემაღლებული იყო ეს ტაძრები, მაგრამ ეს არ იყო დაუშვათ შუამდინარეული ზიკურატი, სადაც მაღალ ხელქმნილი მთის კენწეროში იყო მოქცეული პატარა ღვთაების სახლი. საინტერესოა, რომ ბერძნები, ანტიკური ბერძნები ტაძარს განიხილავდნენ როგორც ღვთაების სახლს და მის ინტერიერში, მის ძირითად დარბაზში განლაგებული იყო ღვთაების ქანდაკება. ტაძარი საერთოდ ანტიკური ტაძარი საერთოდ ძალიან რთული ორგანიზმია, მრავალფუნქციური ორგანიზმია და საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრს წარმოადგენდა. საგულისხმოა, რომ მის ძირითად ნაწილში, ცენტრალურ ნაწილში განთავსებული იყო ღვთაების ქანდაკება, რომლისადმიც მიძღვნილი იყო ტაძარი. იმავდროულად ძალიან ხშირად ანტიკურ ტაძარში მოთავსებული იყო ქალაქის სახელმწიფოს პოლისის ხაზინა, საგანძური და რაღაც სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. ერთი მხრივ მიუძღვნიდნენ პოლისის მაცხოვრებლები, დემოსი, თავისუფალი ბერძენი მოქალაქეები თავის საგანძურს მიუძღვნიდნენ ღვთაებას და იმავდროულად ანდობდნენ მას, რათა მას მეთვალყურეობა გაეწია და დაეცვა ხაზინა. საინტერესოა, რომ ბერძნული ტაძრების აღმშენებლობაში, აგებაში, ეს იყო ესეთი სახალხო პროექტი, თუ შეიძლება ითქვას, მთელი პოლისის მოსახლეობა იღებდა მონაწილეობას, მოგეხსენებათ, საკმაო სახსრები იყო საჭირო, როგორც მატერიალური, მასალა გნებავთ, მუშახელი გნებავთ, რა თქმა უნდა, იქ იყვნენ წამყვანი ხუროთმოძღვრები, მაგრამ იმავდროულად საზოგადოების ბერძნული პოლისის წევრებიც ფულადი სახსრები იქნებოდა ეს თუ ფიზიკური შრომით, თავისი წვლილი შეჰქონდათ ამ ტაძრების აგებაში. მოდით დავიწყოთ თითეული აი ამ ტაბულაზე თითეული გეგმის განხილვა და ვნახოთ, როგორ ვითარდება ბერძნული სატაძრო ხუროთმოძღვრება. პირველი გამოსახულება არის ეგრეთ წოდებული ანტებიანი ტაძარი, რომელიც შედგება ძირითადი სივრცისაგან, ოთახისაგან. შეხედეთ, ყრუ კედლებით არის გარშემორტყმული, აქ არის ჭრილი ღიობი, მთავარი შესასვლელი მთავარ ფასადზეა მოქცეული. ამგვარ ტაძარს ანტებიან ტაძარს უწოდებდნენ, ანუ ტაძრის ძირითად სხეულს აქვს მიდგმული პორტიკი, ანუ პრონაოსი, ნავის წინ მდებარე ნავი, ნაოსი ბერძნულად, ანუ ცელა ეწოდება აი ამ ძირითად სივრცეს და მიდგმული აქვს პორტიკი, ასეთი შვერილი სივრცე, რომელშიც განთავსებულია ორი სვეტი. თუ გავადევნებ თვალს ამ გეგმებს, მხედველობაში მაქვს ეს გეგმები, აი ამ წრიული გეგმის გამოკლებით, როგორც წესი, ბერძნული ტაძარი არის მართკუთხედი ფორმის გეგმაში და მისი განუყოფელი დამახასიათებელი ატრიბუტი გახლავთ სწორედ სვეტები. სვეტები შეიძლება იყოს მხოლოდ ორი, როგორც ამ ანტებიან ტარბაზში, შეიძლება იყოს განთავსებული ორ მოკლე ფასადზე, შეიძლება ოთხივე მხრიდან გარშემო უყვებოდეს და შეიძლება ორმაგიც კი იყოს ეს სვეტნარი. აქ ხედავთ რამდენიმე ვარიაციას ამ ანტებიანი ტაძრისა. ეს ხედავთ მხოლოდ ერთი მხრიდან აქვს ეს პორტიკი, მაშინ როდესაც გვერდზე გამოსახულ გეგმაზე უკვე საპირისპიროდ მოპირდაპირე მხარეს არის ისეთივე სივრცე მიდგმული და ნახავთ, რომ ისევე სიმეტრია, ჰარმონია ძალიან კარგად არის დაცული. ზედმიწევნით მეორდება ეს პრინციპები და შეიძლება პირდაპირ სიმეტრიის ღერძი გაივლოს და წარმოსახვით თუ გავკეცავთ აი ამ სიმეტრიის ღერძის გასწვრივ,
ტაძრის ორივე ნაწილი აბსოლუტური სიზუსტით დაემთხვევა ერთმანეთს. შემდეგი ტაძრის ტიპი არის ისევ ანტებიანი, მაგრამ ნახეთ ორი სვეტის მაგივრად აქ არის უკვე 4 სვეტი გამოსახული. 4 სვეტი მეორდება შემდგომ ნახაზზე. შემდეგ აქ ვხედავთ უკვე უფრო მეტ სვეტებს და ნახეთ აქ უკვე მთელ პერიმეტრზე შემოუყვება კოლონადა, აქ კიდე გაორმაგებული სვეტების მწკრივი ერტყმის გარს ტაძარს. მაგრამ ძირითადი ბირთვი ეს ცელა, როგორც ხედავთ, ყველა სატაძრო ნაგებობაში გადადის, თუმცა გარკვეული მოდიფიკაცია არის მის სტრუქტურაში, მაგრამ ძირითადი პრინციპი, ძირითადი ეს ელემენტი, ბირთვი მეორდება ყველა ტაძარში. ეს ტაძრები, მიუხედავად ამ საერთო ნიშნებისა, აბსოლუტურად განსხვავებულია იმის წყალობით, რომ ხდება ვარირება მასშტაბის, პროპორციების, სვეტების რაოდენობის და მათი მხატვრული გადაწყვეტისა. მოდით სანამ გადავიდოდეთ სვეტებზე, ანუ მზიდ ნაწილზე, მოდით გადავხედოთ ტერმინოლოგიას, კიდევ ერთხელ შევხედოთ თუ რა ნაწილებისგან შედგებოდა ბერძნული ტაძარი. ანტებიანი ტაძარი, მცირე ზომის მართკუთხა შენობა ღვთაების ქანდაკებისათვის. მისი მთავარი ნაწილებია ცელა, ანუ ნაოსი, შემდეგ მის წინ მიდგმული, ფასადზე მიდგმული პორტიკი, ანუ პრონაოსი, ნაოსის წინ მდებარე სივრცე, გამოშვერილი კედლები, რომელიც ქმნის ანტებს და მათ შორის განთავსებული ორი სვეტი. პერიპტერი 4-ვე მხრიდან სვეტნარით შემოვლებული მართკუთხა ფორმის შენობაა. დიპტერი, როგორც მოგახსენეთ, ორმაგი სვეტნარიან ტაძარს ეწოდება და არის კიდევ ერთი თავისებური ტაძრის ფორმა, ცილინდრული ტაძარი, რომელიც გეგმაში ხედავთ წრიული ფორმისაა და შესაბამისად წრიულად დაუყვება სვეტნარი. მოგახსენებთ, კიდევ ერთხელ შევხედოთ პერიპტერს, ეს არის კლასიკური ბერძნული პერიპტერული ტაძარი, ანუ ტაძარი სვეტნარით შემოვლებული პერიმეტრზე, ეს გახლავთ ცელა, ალბათ უკვე ცნობთ და აი ანტებიანი ტაძრის ელემენტები, როგორ არის გამეორებული ამ პერიპტერში. რაც შეეხება დასახელებას, პტერონ ნიშნავს ფრთას, რეალურად სვეტნარია და პერიპტერი შეიძლება გაფრთიანებული ყოველმხრივ ფრთიანი ტაძარი ითარგმნოს ქართულად.